მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ GG Gaming და ამ ვიდეოთი ვიწყებ YouTube-ზე FC Mobile-ის და საერთოდ Gaming-ის ვიდეოების დადებას. ეს ჩემი პირველი ვიდეოა და სადაც დღეს მე განვიხილავ ჩემს FC Mobile-ის გუნდს. და ალბათ ხვდებით, რომ ჩემი ვიდეოები იქნება FC Mobile-ზე. იქნება ჩემი ახალი განვითარებები, ოპენინგები, player pick-ები და ასევე კიდევ ბევრი რამე. და სხვადასხვა ფეხბურთელების რივიუები და ხედავთ, რომ ბევრი ფეხბურთელია, რომლის რივიუს გაკეთებაც შემიძლია. და მაგრამ დღეს გავაკეთებთ ჩემი გუნდის რივიუს, ჩემი გუნდის განხილვას და დავიწყოთ მეკარით. უცებ გაჩვენებთ მის სტატებს. ეს არის ჩემი მეკარე, ასვიანი და 4-ჯერ დარანკული ჯანლუიჯი დონარუმა და გამაქსული ტრეინინგ ლეველები, 180 დაივინგი, 181 პოზიშენინგი, 164 ჰენდლინგი, 183 რიფლექსები და 155 კიკინგი და 154 ფიზიკალი. not bad, კაი ქარდია ესეც მომწონს მე. ჩემს მარჯვენა მცველზე მიყენია მარკოს ლორენტი, ასვიანი 4-ჯერ დარანკული ქარდი, ასევე 151 პეისი, 91 შუტინგი, 134 და პასინგი, 127 დრიბლინგი, 157 დიფენდინგი და 119 ფიზიკალი. ამას ფიზიკალი რომ მქონდეს უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ ესეც არ აუშვებს, მოსანასაფილები შეიცვალოთ და უამეკანო. ხო, ჩემი ცელების დუო ასეთია, ბურნი, პილიუს უპამეკანო არის პირველი, 107 ოვერალიანი ქარდი, 5-ჯერ დარანკული და გამაქსული ტრეინინგ ლეველებით, 123 პეისი, 102 პასინგი, 127 დრიბლინგი, 175 დიფენდინგი, 162 ფიზიკალი და ეს ქარდიც ძალიან კაია. რა ვიცი, ჯერჯერობით კარგია ჩემი გუნდისთვის. და შემდეგი ჩემი მცველი, რომელიც მარცხენა მცველზე მიყენია, არის დენბურნი, Ragnarok Mighty Winter-ის ივენთის ქარდი, 109 ოვერალიანი, 4-ჯერ დარანკული და ტრეინინგ ლეველებით გამაქსული, 118 პეისი, 103 პასინგი, 121 დრიბლინგი, 173 დიფენდინგი, 153 ფიზიკალი და ესეც ძალიან კაი ქარდია, მომწონს. და მარცხენა მცველზე მიყენია კალაფიორი, ეს 7-იანი, ბოლომდე გამაქსული ქარდი, როგორც ტრეინინგ ლეველებით, ასევე რანკებითაც, 156 პეისი, 114 პასინგი, 129 დრიბლინგი, 165 დიფენდინგი, 153 ფიზიკალი. და ეს ქარდი ძალიან კაია, მომწონს და ასევე ძალიან კაი სუსტი ფეხი არ აქვს უბრალოდ. ეს არის როი კინი, 110-იანი და ბოლომდე გამაქსული ტრეინინგ ლეველებითაც და რანკებითაც, 115 ოვერალიანი, 120 პეისი, 95 შუტინგი, 121 პასინგი, 142 დრიბლინგი, 174 დიფენდინგი, 158 ფიზიკალი. ესეც ძალიან კაი ქარდია, უპირობოდ, ესეთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. მარჯვენა ნახევარმცველი ყავს გუტი, რომელსაც აქვს 126 პეისი, 128 შუტინგი, 163 პასინგი, 158 დრიბლინგი, 116 დიფენდინგი, 95 ფიზიკალი. ძალიან კაი ქარდია ესეც, მომწონს, ესეც რაგნაროკის ქარდია და მეორე ცენტრალურ ნახევარმცველზე კი მყავს ცოტა ძველი ქარდი, თუმცა ისიც ასრულებს თავის მოვალეობას, 125 პეისი, 121 შუტინგი, 140 პასინგი, 155 დრიბლინგი, 128 დიფენდინგი, 133 ფიზიკალი, 120 აქვს ყველა სტატი და ესეც ძალიან კაია, ასევე სიმაღლითაც ძალიან კაია. გარინჩა მარჯვნივ, ესეც ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. ეს ქარდი ძალიან კაია დრიბლინგში, იმიტომ რომ სკილებიც კაი აქვს და player traits აქვს, ასევე 176 პეისი, 154 შუტინგი, 128 პასინგი, 161 დრიბლინგი და 90 ფიზიკალი. ესეც ძალიან კაი ქარდია. მარცხენა შემტევზე მყავს მანე, 109-იანი, 4-ჯერ დარანკული და ტრეინინგ ლეველებით გამაქსული, 170 პეისი, 146 შუტინგი, 125 პასინგი, 161 დრიბლინგი, 107 ფიზიკალი. ეს სტატები იმდენად არ ასახავს მის პერფორმანსს, ძალიან კაია თამაში უშუალოდ და სტრაიკერზე კი მყავს ადემოლა ლუკმანი,
რომელიც არის 107-იანი და ბოლომდე გამაქსული როგორც ტრეინინგ ლეველებით, ასევე რანკებით 173 ფეისი, 157 შუტინგი, 104 პასინგი, 164 დრიბლინგი, 114 ფიზიკალი. ასეთ ძალიან კაი ქარდია, ძალიან მომწონს და ძალიან კაი პერფორმანსი აქვს. ასევე ეს არის ჩემი სადარიგოები. ბევრი ნახევარმცველია, როგორც ხედავთ, ერთი მცველი წყოს და სტრაიკერიც. სტრაიკერი უფრო მეტოვერალიანი კი არის მიულერი და თან ბოლომდე იყოს დარანკული. მარტო მიულერი არა, ყველა ბოლომდე იყოს დარანკული და ტრეინინგ ლეველებითაც გამაქსულები არიან. მიულერი უფრო მაღალ ოვერალიანია, მაგრამ ჩემი აზრით მაინც ადემოლა ლუკმანი ჯობია. ახლა კი გავტესოთ ეს გუნდი მენეჯერის რეჟიმში. გადავიდეთ დაიმეჯერ რაივალებში, მენეჯერის რეჟიმი, ჩავრთოთ და ვიპოვოთ ოპონენტი, რომელთანაც გავტესტავთ ჩემს გუნდს. და ვნახოთ ვინ იქნება ჩემი ოპონენტი, ჩემს პირველ ვიდეოში YouTube-ზე, რომელშიც ვტესტავ ჩემს გუნდს, ვიპოვეთ ოპონენტი და ვნახოთ როგორი ოპონენტი შეგვხვდება. ძალიან კაია. აბა ვნახოთ როგორი ოპონენტი შეგვხვდება. ოპაც. რუდგულიტი, კინგი, იაშინი ყავს. გარინჩა გამაქსული მარჯვენა ფლანგზე. რა ვიცი, ძალიან რთული იქნება ამ ოპონენტთან. მაგრამ ვნახოთ. მაინც დროგბა ყავს, ვიტინია ყავს, ეს სასხრიანი ქარდი არ მგონია რომ იყოს. ასევე რაფინია ყავს ხო. ძალიან კაი ბევრი ქარდი ყავს, ძალიან კაი, უბრალოდ ბევრი ძალიან კაი ქარდი და აქ ლუკმანი თუ გავა ერთი-ერთი, არა გარინჩა. ჩემი გუნდმა ძალიან კაც შეუტია თავიდანვე, ლუკმანი კარგია, კარგად მოქმედებს, დაარტყა და გაიტანა. ნუ როგორც ხედავთ მეგობრებო, შეტევაში ძალიან კაია როგორც გარინჩა, ასევე ლუკმანი. ლუკმანი ძალიან კაია როგორც ხედავთ, დრიბლინგიც, ბოლ კონტროლიც ძალიან კაი აქვს და ასე არ არის გერდ მიულერი. აქ როგორც ხედავთ ძალიან კარგად იმოქმედა ადემოლა ლუკმანმა და სულ გარინჩამაც შეუწყო ხელი, რომ გოლი გაეტანა. ახლა კი მეტოქემ გაათამაშა ბუთი, დროგბა. რუდგულიტი. გარინჩა. ეს ვინ იყო და დაარტყა, მაგრამ არ მნიშვნელობა აქვს, 10 და ჩვენს კარს ბუთი. დონარუმამ წინ გაგზავნა ბუთი. ლუკმანმა მოიგო ორთაბრძოლა, მაგრამ ეს უმისამართო იყო, სად უბრალოდ მოხვდა ბუთი. მანემ დაიბრუნა გარინჩამ ცუდი პასი გააკეთა მანეზე. უბრალოდ სხვა გზაც ჰქონდა. აი აქ უპამეკანო კარგად ამოვიდა. გუტიმ გადააწოდა როიკინს. როიკინმა გაითამაშა გარინჩას და შემდეგ ვაკრავინეიმ დაარტყა, თუმცა ააცილა. იაშინი ბურთით. ვიტინია. რაფინია კლუბ ფლანგზე მარკოს ლორენტეს წინააღმდეგ. რაფინია ვნახოთ რას მოიმოქმედებს. გადააწოდა აბედი პელეს ცენტრში და გამოიღეს მარჯვენა ფლანგისკენ რუდგულიტი. გულიტი. რაფინიამ დაარტყა, თუმცა დაბლოკეს. გუტი, აბა ვნახოთ კონტრშეტევა როგორი იქნება. ლუკმანი ვერ შეინარჩუნა ბურთი. აბა გარინჩა ბოლომდე გამაქსული ქარდი. კიდევ კარგი გული. ეს ცუდია. დონარუმამ დააგვიანა გამოსვლა და გაიტანა რაფინიამ, რომელიც არის Ultimate Team of the სეზონის ქარდი, ხო? და ეს ქარდები ძალიან კაებია. ერთ-ერთი საუკეთესოები. გავკავშირდი არასწორ Wi-Fi-ს და ახლა დავბრუნდი მეორე ტაიმში. ლუკმანი დააბრუნა უკან გარინჩას პირველად და დააბრუნა უკან მანემ დაუბრუნა უკან კალაფიორიმ კლავმანეს დაუბრუნა და ვნახოთ მაკტომინეის დარტყმა. ადემოლა ლუკმანის ხედავთ. წინ. აბა ორთაბრძოლას მოიგო, როგორც ჩანს ბურნმა და შეცდომა დროგბა. და გაიტანა ფონტ. რა თქმა უნდა. მაგრამ ცლებები არ არის ჩემს გუნდს შესაძლებელი.
ეს გუნდიც კარგია, უბრალოდ ის 2 გოლი არ ვიცი როგორ გავუშვით. უბრალოდ ეს იმის გამოსახულებაა, რომ მეტოქე ძალიან კარგი გუნდი ყავს და იმისი არა, რომ მე მყავს ცუდი გუნდი, არა მე ეგეთი. აქ კიდევ ერთი ცვლილება, მარადონა შემოვიდა. აბედი პელეს ნახეთ, ეს რომელი ვერსია მარადონასი არ ვიცი. შეიძლება 7-იანი, შეიძლება 109-იანი იყოს. აქ ვერსის ინფერნოსი ან კოდნიონის, არ ვიცი ზუსტად. მაგრამ ორივე კარგია და ათანაბრებს მანე ანგარის. გითხარით მე რომ მისი პერფორმანსი ბევრად უკეთესია ვიდრე მისი სტატები და მისი ოვერალი, ალბათ 110 უნდა იყოს. ჩემი აზრით. ძალიან კაია, დრიბლინგი მით უმეტეს, ძალიან კაი აქვს და დარტყმებით ასე გაუტანო ასეთი კუთხიდან და თან გაუტანო საუკეთესო მეკარეს თამაშის არ არის ადვილი ნამდვილად. რუც გულიტი თუ გულიტი, არ ვიცი ამის სახელი როგორ წარმოვიდგინე, მაგრამ გულიტი ალბათ. უფრო კოული ჩაერთო შეტევაში, კოული ძალიან კაი ქარდია. დიფენდინგი კარგი აქვს, წეულშეთება, ბრუნი ძალიან გარისკა აქვს. კინგი, ლედლი კინგი. წამოიღო მარადონა დარტყმა. 10 დაბუთი კარს. ნუ რაც არ უნდა იყოს, ჩემმა გუნდმა ასეთი ძლიერი მეტოქის კარში გამოახერხა, რომ გაეტანა 2 გოლი. ესეც უკვე დასაფასებელია, იმიტომ რომ რა ფეხბურთელები ყავს თქვენც იცით, ნახევარდაცვაში რუდ გულიც რომ აჯობო ეგ უკვე დემოლა ლუკმანზე ჩაწოდება იყო. იქნებ 1 გოლის გატანაც მოახერხოთ, თუმცა დრო რჩება ცოტა. მარადონამ გადაიტანა მარცხენა ფლანგზე ვიტინია და დასრულა თამაში 2-2 ფრე. ნუ ასე ძლიერი გუნდა ჩემმა გუნდმა დაასრულა ფრე. და არ არის უთი შედეგი. ძალიან კაი შედეგია, მე თუ მკითხავ და მოკლედ მეგობრებო, კვირის ბოლოს თუ ამ ვიდეოს ექნება, ნუ ეს ცოტა ადრე დავიწყე, მაგრამ კვირის ბოლოს ამ ვიდეოს თუ ექნება 20 ნახვა, ან მეტი, ძალიან გამიხარდება. შენ თუ ნახულობ ახლა ვიდეოს დაალაიქე და გამოიწერე არხი, შენ ამით мотивაციას მომცემ, შენ კი ამით არაფერს არ დაკარგავ და მე კი мотивაციას მაძლევ ამით. და იქნებ რა ვიცი, მოგეწონა ჩემი ვიდეოები, ეს მხოლოდ და მხოლოდ პირველი ვიდეოა. და მოკლედ მეგობრებო, აქ უნდა დაგემშვიდობოთ და მადლობთ რომ უყურეს და მადლობთ რომ უყურეთ. კარგად.